ბევრი, ვინც საჯარო მოხელეა. თავში ძალიან სწორად აქვს იმ მიღებული ინფორმაციაც და იციან რა არის სწორი, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ამას ვერ გამოხატავენ. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღნიშნო, გუშინ კულტურის სამინისტროს წინ ვიდექით, სავარაუდოდ იქ იყო ძალიან დიდი ღონისძიება ჩანიშნული და ძალიან ბევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი მოდიოდა იქ, რომ შესულიყვნენ ამ შენობაში. ამ დროს ჩვენ ეს მშობლები, აქტივისტები დგავართ აი ამ დიდი ბანერით და ყველაზე გულისტკივილით რაც შემიძლია აღნიშნო, ჩვენი დგებართ და ზოგი ისე შევიდა, შიშიც კი ქონდათ, შიშიც რომ ამ ბანერისკენ გამოეხედათ. გეხმით ეს რას ნიშნავს? იგი რამდენად მათი როგორ გითხრათ, ქცევები არის უკვე რაღაცა მარყუჟებში მოქცეული, რომ გამოხედვაც კი ეშინოდათ. გამოხედვაც ერთ-ერთი შედეგი, რაც ამ ყველაფერს მოაქვს. ეს არის შედეგი. არ ვიცი, შეიძლება ძალიანაც უნდათ იქ თანადგომის გამოხატვა, მაგრამ ეს ვერ გაბედეს. ამიტომ გავს ეს რაღაც 37 წელს და ყველაზე მთავარი რა არის? იქ ისმოდა 4 ადამიანის გვარი და სახელი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია ამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ზვიან რატიანი, ვეფხია კასრაძე, კიდევ 2 ადამიანი. ნუ ამათი გვარებს ჩვენ ვახსენებთ და ნუ ამათი გვარები მაინც არაფერ, აი არ ვიცი, რაღაც ძალიან ისეთი მომენტი იყო და მე მაინც მაყოფილი ვარ, რომ ჩვენი სიტყვები მათ მაინც მოისმინეს. ყურით ხო მაინც მოისმინეს. და მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, ეს ძალიან კარგი აქცია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო იკა. მადლობა გისურვებთ თქვენს ჯართობაზე და თქვენ შვილს. მე მინდა კიდევ ერთხელ ჟურნალისტებს მოგეფეროთ, იმიტომ რომ ყველაფერის რასაც თქვენ აკეთებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას, ეს არის ღირსეული. ძალიან დიდი უღრმესი მადლობა ქალბატონო. ბედნიერ დღეს გისურვებთ აგემშვიდობებით. და თეონასთან გავაგრძელებთ საუბარს. თეონა მიიღო პატიმრების პატიმრების მშობლების მხრიდან. ხო, თეონა გკითხავთ ამ გეგმებზე, ეს არის დასაწყისი ამ ახალი ეტაპის და რას მოიცავს ეს იდეა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის ამასთანავე სინდისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გარკვეული აქტივობების ორგანიზება. ჩვენ ერთად 30 რაიონში ვიყავით და გაზეთები დავარიგეთ და ეხლა უკვე თბილისის დრო დადგა, თუმცა ჩვენ პარალელურად რეგიონებში სიარულსაც გავაგრძელებთ. ამჯერად ამ ახალ საპროტესტო კამპანიაში ერთად ვართ მე მარიკა არევაძე და სინდისის პატიმრების მშობლების წინამძღოლობით. ვგედმავთ, რომ ყველა საჯარო უწყებასთან მივიდეთ. ეს იქნება სამინისტროების, სიპები, აიპები და ჩვენ გვინდა რომ ხმა მივაწვდინოთ იმ საჯარო მოხელებს, ვინც დასაქმებულია ამ უწყებებში. საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული არის საჯარო მოსამსახურე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 310,000-ზე მეტი ადამიანი არის საჯარო მოხელე. ისინი საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, ბიუჯეტს კი ზოგადად ხალხი ვადგენთ მოგეხსენებათ და სწორედ ხალხის მიერ დაქირავებული არის ეს საჯარო მოხელეებიც იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ. ჩვენ მათ ვახსენებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს თავიანთი ცხოვრებიდან და ეს ფურცელი არის მათ პირად საქმეში ჩადებული. ყველა საჯარო მოხელის პირად საქმეში დევს ფურცელი, სადაც ეწერა საჯარო მოხელის ფიცი, რომელზეც მათ აქვთ ხელი მოწერილი და ისინი ვალდებულნი არიან, რომ ეს ფიცი შეასრულონ. ხშირად არიციან ხოლმე, უი საჯარო მოხელეებიც დებენ რამე ფიცს და მე მინდა სწორედ კანონიდან ამონარიდი ეს ფიცი თქვენი ეთერის საშუალებითაც გავახსენო მაყურებელს, მეც როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს მაქვს თავის დროზე ეს ფიცი დადებული და ესეთია. შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს. დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. პატივს ცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილ სინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს. აი ეხაც რომ მკითხულობ მე რაღაცნაირი სხვა ემოცია მიუვლის თელსხეულში და აი ამ ფიცის შესრულებას ვთხოვთ ხოლოდ მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ხალხის და ქვეყნის წინაშე და არ შეიძლება დახუჭონ იმ უსამართლობაზე თვალი, რაც დღესდღეობით ხდება. როგორ შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანონ ნინო დათაშვილის საქმე, მაგალითად, როდესაც პედაგოგი არის ციხეში, გისოცებს გამომწყვდეული, დაუმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა წუთი-წუთზე ველოდებით იქნება განთავისუფლდეს ის და მე მგონი ეს შედეგი უკვე მიღწეულია პროკურატურის
ეს განცხადებიდან გამომდინარე. შესანიშნავია 5,000 გირაოდ წამებში შეგროვდება და ნინო დათაშვილი იქნება თავისუფალი და ამით გადარჩა ნამდვილად ერთი ადამიანის, ერთი ქალის სიცოცხლე. და აი ამ საჯარო მოხელეებს ჩვენ ვეუბნებით, რომ 150-ზე მეტი პატიმარი რომ გვყავს უსამართლოდ უკანონოდ ციხეში, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, არ შეიძლება ამ რეპრესიულ კანონებზე თვალის დახუჭვა, იმაზე რომ საქართველოს მისი კონსტიტუციური განაწესიდან გამომდინარე დააშორეს ევროკავშირს და გადაუხვიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მაშინ, როდესაც ქართულ ხალხს ერთი წლის წინ წაართვეს მთლიანად არჩევანის უფლება და მიიტაცეს ხელისუფლება, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ჩვენ გვჯერა, რომ აი ამ ჩვენი აქტივობებით დღისით, მზისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის კერა მხოლოდ რუსთაველი კი არ იყოს, არამედ დღის სხვა მონაკვეთებშიც რუსთაველის გამზირის მიღმაც იყოს სხვადასხვა მრავალფეროვანი მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტის ფორმები, რომელიც ათასობით შეიძლება ადამიანმა მოიგონოს და მსგავსი პრაქტიკები მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის, გამოვიყენოთ. ჩვენს გვერდით მუდმივად არის ხოლმე ზურა ცეცხლაძე. ზურა ცეცხლაძე სინდისის პატიმრის მშობელი, რომელიც დააკავა ამ რეჟიმმა და სინდისის პატიმრების მშობლებსაც კი, რომლებიც უნდა იყვნენ და არიან ზოგადად ხელშეუხებლები, თავისი ბინძური ხელები შეახო. წარმოუდგენელი არის, რომ ასე მოექცე ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებულ მშობელს, რომელიც უსამართლობასთან იბრძვის და ახლა ის გამოკეტო გიცოსებს მიღმა. ასეთი პრაქტიკა მხოლოდ არის რუსეთში, ირანში და მისთანებში შესაბამისად წარმოუდგენელია. ჭედიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია. შეფარდებული ეს თანხამართლა წამებში შეგროვდება თუ არ ვცდები 30 დღიანი ვადა არის ამის გადასახადი. გადაცემის დასრულებამდე დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი. ნინო ამ თავისი მძიმე მდგომარეობის პირობებში ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს დილიდან ამაზე ვსაუბრობთ, ის დატოვებს დღეს საპატიმროს და მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობას. და იმოქმედეთ საჯარო მოხელებო, პირველ რიგში თქვენ გეხებათ ეს ჩვენი მიმართვა, ჩვენ გავაგზავნებთ ამ კამპანიას. მე ძალიან მადლიერი ვარ განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად იმ სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრებისა, რომლებიც ახერხებენ დაუღალავად ჩართულობას, თავიანთი საქმეების გვერდზე გადადებას, თავიანთი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებას, სამსახურის მიტოვებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში იყვნენ გამწევი ძალა მართლაც და რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც პროტესტის სახედ გახდნენ და ყველაზე მთავარი რგოლი და ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს და არ გვაძლევს საშუალებას და არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ სახლში დარჩნენ. აი, ეს სწორედ ეს ადამიანები არიან და მე ძალიან მადლიერი ვარ მათი, რომ აი ესეთი ბრძოლის ჟინი გვაჩვენეს და ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენს გვერდით. ქალბატონ მარინასთან გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. რა ძალა აქვს დღეს საჯარო მოხელეების, თქვათ, თუ იქნება ეს პროტესტი, რა ძალის მატარებელი იქნება ეს და ის რომ პროტესტს ასეთი რაღაც დაუნდობელი მეთოდებით ებრძვის. ოცნება ეს რაზე მეუთითებს პროტესტის მნიშვნელობა დღეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ რა მასშტაბებზეა გასული და რა მე ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსურია. ყველაფერი ერთად და ჩვენი ძალაც ჩვენ ისე ერთ მუშტად შევიკარით. აი თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პირობითად ვამბობ, 5 წუთის უკან შენ შულს რომ მიუსაჯეს შენი ოჯახის წევრს, ეგ ხო არა ვართ მარტო დედები ხომ არ ვართ, ოჯახის წევრები წარმოდგენილი მშობლები, ძმები, დები და მეუღლეებიც იბრძვიან ისე, რომ ტოლს არ გვიდებენ მშობლებს და აი 5 წუთის უკან შენ შულს და შენი ოჯახის წევრს რომ მიუსაჯე და შენ გახარ და ნიკაკაციას გამოსვლას ელოდები და მისი განთავისუფლებით ხარობ, მე მაშინ იმ დღევანდელი არ მახსოვს, ვინ მილოცავდა, ვინ მეხვეოდა, ვინ რას აკეთებდა არ მახსოვს, მე რაც ვიხილე, რაც ჩემმა შვილებმა მაჩვენეს, ეს გაბრწყინებული სახები, ამას ვერ იგებენ, ვერც ეგრეთ წოდებული მთავრობა და ვერც მათი მომხრე, ეს არის ჩვენი ძალა. აი მის თქმა მინდა. და ის არის კიდევ ძალა, მარინა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მარინას შვილი უკვე თავისუფალი არის, მაგრამ არც ერთი აქცია, არც დილას, არც საღამოს, არც შუადღეს მას არ გაუწდენია, არც ერთ რეგიონში გასვლა არ გამოუტოვებია და სულ ამ პროტესტში არის იბრძვის სხვისი შვილებისთვისაც, ისევე როგორც თავისი შვილისთვის იბრძოდა. მე აქვე მინდა ნინოს სიტყვები წავიკითხო, რომელიც გაჟღერდა მისი ჩართვის დროს სასამართლოზე. მე ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალე ადვოკატები მყავს, ვენდობი მათ, იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად, ჩემი გადარჩენა, აქედან გაშვება დღეს. მადლობა, მინდა გადავხადოთ ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს, ყველაფერს აკეთებენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ერთი წუთით
მაგრამ არაფერი გამოვიდა და შვილისთვის იბრძოდა. მე აქვე მინდა ნინოს სიტყვები წავიკითხო, რომელიც გაჟღერდა მისი ჩართვის დროს სასამართლოზე. ახლა ორი ოპერაცია მჭირდება, ამბობს ნინო, რომელსაც უჭირს საუბარი. ანუ ვინც ესწრება სასამართლოს, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ურთულესია ნინოს მდგომარეობა, ის დღეს ვერ მივიდა, იტლითაც ვერ შეძლეს მისი მიყვანა სასამართლოს ხდომაზე, ის ონლაინ ჩაერთო და ჩართვის დროსაც კი მისთვის რთული არის საუბარი. ხო, ეს ანგარიშგასწევია ნამდვილად. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ეს გირაოს ნახავ. მე სიმართლე რომ თქვა, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო მგონია, რომ კიდევ ერთხელ წუთებში ამ გადაცემის დასრულებამდე საოცრად შეგროვდება, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება მომართული იქნება, რომ ნინოს სასწრაფოდ გამოვიდეს. ხო, და შეჯამებისკენ აი ზუსტად ეს უნდა, აი ხა ეს ზუსტად ეს უნდა მეეკითხა რა, შეჯამებისკენ ეს მინდოდა მეთხოვა თქვენგან მოგვესმინა რა ძალა დგას დღეს ხალხში, აი სოლიდარობა, რაც გვაჩერებს გარეთ, თუნდაც ჩვენ პირდაპირ აღარ გვეხებოდეს და უშუალოდ რაღაც კონკრეტული გასაჭირი. რას ვაანალიზებთ სწორად საზოგადოება დღეს? ანუ ვაანალიზებთ იმას, რომ ვკარგავთ ქვეყანას, ვკარგავთ მომავალს, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და გვინდა რომ ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და მათ ჰქონდეთ მათი უფლებები იყოს დაცული და ღირსეულად შეძლონ ცხოვრება, აი ამას ვკარგავთ და ვისაც ეს გააზრებული გვაქვს, ისინი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, უპრეცედენტო არის ეს სოლიდარობა და ერთმანეთზე ზრუნვა, მართლაც რაღაც ეს საპროტესტო საზოგადოება აჩვენებს, რამ ამ ყველაფერმა ერთმანეთთან დააკავშირა და გააცნო ერთმანეთს ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება ცალ-ცალკე ერთმანეთის თანამოაზრები იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ეხლა უკვე ეს ძალა ერთობაში ეს პრინციპით ერთიანდება ხოლმე სრულიად საზოგადოება იმ კონკრეტული ადამიანის, იმ კონკრეტული პროცესის მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება იმ მომენტში. სწორედ ამიტომ მოვედით დღემდე, სწორედ ამიტომ დასჭირდა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რეპრესიული კანონების და სხვადასხვა ეტაპების გავლა ამ მიმართულებით, რომ ხანისცა და ხანისცა და ხანისცა და ხანისცა და მაგრამ ამ ხალხმა მუდმივად ერთიანობა დაუკავშირა და ამდენი ჯარიმების ერთობლივად გადახდა, ამდენი გირაოების ერთობლივად შეგროვება და რაღაც ესე მარტივად ვერ მოხდებოდა ვერანაირად. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის აქტები ხოს ვიადრატიანი რატომ ზის ციხეში? რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში? ისინი კიდევ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული სოლიდარობის აქტების გამოსხედან ხომ ციხეში. ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანები ერთმანეთის სოლიდარობისთვის დგავენ სხვადასხვა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება არ დაედგათ რომ არა სოლიდარობა. მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენს, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენს და ალბათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროტესტის გარშემო მართლა ესეთი სოლიდარულია, იმიტომ რომ ემპათია და სოლიდარობა არის ალბათ ის, რაც ქართულ ხალხს ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარება რაღაც თავარი სასიხარულო ამბავი გვაქვს ის, რომ ნინოს გირაო შეეფარდა, ის სასამართლოს ის ციხეს დატოვებს და მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობის და ნინოს ჯანმრთელობა, ნინოს სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს. დავამშვიდობებით და გავაგრძელებთ სამედიცინო რუბრიკით. New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს. მშრალი თვალის სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ცრემლის რაოდენობა ან ხარისხი არასაკმარისია თვალის ზედაპირის სათანადო დატენიანებისთვის. ცრემლის ფენა თვალის ზედაპირზე შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: ლიპიდური, წყლიანი და ლორწოვანი, რომელთა ბალანსი აუცილებელია თვალის დაცვისა და მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნებისმიერი კომპონენტის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის არასტაბილურობა, ანთება და სიმშრალე თვალში. მშრალი თვალის მკურნალობა იქნება თემა, რომელზეც ვისაუბრებთ ოფთალმოლოგ ნინო ტყემალაძესთან. ერთად ის უკვე ჩვენთან ერთად არის ნინო ტყემალაძე, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით თქვენ აგვიხსენით რა არის მშრალი თვალი და მას მოიხსენიათ. მას რაც შესამჩნევი იქნება პაციენტისთვის და იქნება წინაპირობა იმის, რომ ადამიანი მივიდეს ექიმთან. მშრალი თვალი თითქოს ძალიან მარტივი და ისეთი არამნიშვნელოვანი მდგომარეობა არის, მაგრამ რეალურად ძალიან კომპლექსური არის და მოიცავს რას? ცრემლის არასრულყოფილი გამოყოფა, ან არსებული ცრემლის არახარისხობრივად დაბალი შემადგენლობა